ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა მართული გუნდის საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე და ოპოზიციის მიერ დაანონსებული ბრძოლა. ნაციონალური მოძრაობა ახალი და ლელო ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელმწიფო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ნაციონალური მოძრაობა, ლელომ კი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და კანონის არაკონსტიტუციურობად ცნობა მოითხოვა. მას სოლიდარობას უცხადებს პარტია გახარია საქართველოსთვის. რა მოხდება ამ კვირების თუ თვეების მანძილზე ვერ გეტყვით, როდის დაიწყება ეს პროცესი, ამასაც ვერ ვიცი სამართლებრივად, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სამართლებრივი მეთოდებით გაანადგუროს ყველა კრიტიკული ორგანიზაცია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები საქართველოში, აი მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში და რეალურ, ასე ვთქვათ, საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ ხა სამართლებრივი დიდად ეს პროცესი არ იქნება, თუმცა იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ წინააღმდეგობის კიდევ ერთი შეიძლება კერაც გაჩნდეს, ან კიდევ ერთი ასე ვთქვათ ეპიცენტრი იყოს, თუნდაც ბათუმში ხოლმე, ან არ ვიცი ხა ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა პროცესი წავა. გახარიას გუნდი არ არის ამ სარჩელში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს, ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ ეს მთელი პროცესის ბოიკოტირება იყო შეცდომა და რაც მთავარია 4 ოქტომბერი, რომელმაც გაუჩინა ბევრი შესაძლებლობები ოცნების რეჟიმს. 4 ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შექმნეს ეს დღე. შეიქმნა საკმაოდ სკელტანიანი დოკუმენტი, 500 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საკონსტიტუციო სარჩელის და განიხილავს სასამართლო ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის და მისი საცეცების წინააღმდეგ და მიიღებს, მე დარწმუნებული ვარ, შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ექსტრემიზმი, საქართველოში უნდა დასრულდეს რადიკალიზაცია, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია და აი ეს სექტა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აჯანჯღარებდა ჩვენ ქვეყანას, უნდა დასრულდეს.